ყველას ერთ საქმეზე უნდა დაგელაპარაკოთ. და ჩემი აზრით ეს უნდა გავაკეთოთ. მაგრამ არც კი ვიცი როგორ ავხსნა. რა უნდა გავაკეთოთ? უნდა გადავრჩეთ. აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით. მოსიარულეები უფრო და უფრო მომრავლდებიან. ორმოებს ამოავსებენ. ერთმანეთს დააწვევიან. იმდენი იქნებიან, რომ ჩვენს ბანაკს გადათელავენ. როგორც მოსიარულეები, ისევე ადამიანები. დანარჩენი სამყაროსგან ჩვენ არაფერი გამოგყოფს. ჩვენსა და დანარჩენებს შორის არაფერი არ არის. თუ აქ დავრჩებით, მოვკვდებით. ადამიანები, რომლებმაც ჩემი და მარტინესის ბანაკი გაანადგურეს, ციხეში ცხოვრობენ. 33 გზატკეცილის სამხრეთით. მათ კედლები აქვთ. ღობეები. ადგილი მიწათმოქმედებისთვის. ჩვენ შევძლებთ იქ ცხოვრებას. თუ რა თქმა უნდა, ამის სურვილი იქნება. გეგმა მაქვს ყველაფერი ეს უმსხვერპლოდ გავაკეთოთ. ორი მათგანი უკვე ტყვეთა ვიყვანე. რა? ციხის დასაზვერად წავედი და ერთმანეთს შევეჩეხეთ. ხოდამეს ტყვეთა ვიყვანე. ტყვე დაიყვანე? დიახ. ისინი დაგვეხმარებიან ციხის აღებაში გასროლის გარეშე და ჩვენი ზედმეტი მსხვერპლის გარეშე. მაგრამ ამისთვის უნდა მოვემზადოთ. AMC წარმოგიდგენთ. ენდრიუ ლინკოლნი, ნორმან რიდუსი, სტივენ იენი, ლორენ კოენი, ჩენდლერ რიქსი, დანაი გურირა, მელისა მაკბრაიდი, სკოტ უილსონი. აღმასრულებელი პროდიუსერები: რობერტ კირკმენი, დეივიდ ალპერტი, გრეგ ნიკოტერო, ტომ ლუსი და გეილენ ჰარდი. რობერტ კირკმენის, დემი მურისა და ჩარლი ედლენდის კომიქსის მიხედვით. მოსიარულე მკვდრები, მეოთხე სეზონი, მერვე სერია. იმ ციხეში ყველანი ცუდები არ არიან, მაგრამ მათი უმეტესობა ქურდები და მკვლელები არიან. და ეს ნაძირლები რატომ უნდა ცხოვრობდნენ მშვიდად, როდესაც ჩვენ ყოველდღე საყვარელ ადამიანს უმარხავთ? მათმე გამანადგურეს. გადაწვეს ჩემი ბანაკი. ჩემი ქალიშვილი მოკლეს. თქვენ მე ვნახეთ, ვცდილობდი მომკვდარიყავი. იმას ვერ ვეგუებოდი, რომ ამ სამყაროში შეუძლებელია ცხოვრება, ვინმეს მოკლის გარეშე. თქვენთან შეხვედრის მერე აღარ მინდოდა თავის მოკლა და არც თქვენი სიკვდილი მინდა. დაუყოვნებლივ უნდა ვიმოქმედოთ. ახლავე. ცოტა ხანში ის არამზადები შენიშნავენ, რომ ორი მათგანი დაიკარგა და შემდეგი ნაბიჯისთვის დაიწყებენ მზადებას. ჩვენ კი მათ უნდა დავასწროთ, უნდა შევაშინოთ. და ჩვენ გავიმარჯვებთ. მე თანახმა ვარ. ჩვენ თანახმა ვართ. ხოდა მაშინ მოემზადეთ. 1 საათში გეგმას გაგაცნობთ. წავედით, მიდით. მეგანი სად არის? ფურგონშია, კითხულობს. გესმოდა რაზე ვსაუბრობდი? არ გვჭირდება სხვა ბანაკისთვის ბრძოლა. ვიცი. ხალხის მოკლა? არა. კვლელების მოკლა. ხომ თქვი, რომ ყველა ცუდი არაა იქ. მაგრამ ისინი ცუდ ადამიანებთან არიან. და მე? მე დავიცავ შენ სიცოცხლეს. და მეგანსაც დავიცავ. ახლა ჩემთვის უმთავრესი ერთი რამაა, თქვენ ორნი ცოცხლები გადარჩეთ. კარგია, რომ ყველაფერი მოისმინე. ყველაფერი იცი. ლილი,
მიყვარ ხარ. არც კი ვიცი ვინ ხარ. როცა მითხარი რომ სადღაც აუცილებლად იქნებოდა უსაფრთხო ადგილი და მე მის პოვნაში დაგეხმარებოდი, უკვე მაშინ მიცნობდი. და ასეც უნდა ყოფილიყო. მიდი, მოემზადე. არ შემეხო. ნაბიჭვარო. უნდა ჭამოთ. მძიმე დღე იქნება. თქვენ არავინ არაფერს დაგიშავებთ. მე შენი არ ჯერა. დიდად არ მაღელვებს. ვითხარი რაშია საქმე. ძალიან გთხოვ. არაფერი პირადული. მაშინ რა ჩაიფიქრე? მიშან ერთი რაღაც მინდა იცოდე. პენი, ჩემი ქალიშვილი. მკვდარი იყო, ახლა მესმის. და არ მინდა რამე დაგიშავო. არავისთვის არ მინდა რამის დაშავება. მე უბრალოდ ციხე მჭირდება. მე ამ ხალხის უსაფრთხოება უნდა დავიცვა და თქვენ ორნი ამაში დამეხმარებით. არავის მოკლა არ იქნება საჭირო. მაინც მოგკლავ. ეჭვი მეპარება. ავიღებ ჩემს. გეყოფა. ესე იგი ციხე გჭირდება? ო. დავცდილობ ზედმეტი მსხვერპლის გარეშე დავიკავო ის. გუბერნატორო, ასე ნუ მეძახი. თქვენს და ჩვენ ხალხს. შეიძლებოდა ერთად გვეცხოვრა. ვისი დაცვაც გინდა შენ ისინი გიყვარს. და არ გინდა რაიმე დაუშაო. შენ კარგი ადამიანი ხარ, ჰერშელ, რიგზე ბევრად უკეთესი. შენი ნათქვამიდან გამომდინარე და იქიდან რომ შეიცვალე, ეგიც შეიცვალა. მე და რიკი ვერასდროს ვერ შევძლებთ ერთად ცხოვრებას. და ვერც მიშანს შევეგუები. რაიმეს მოვიფიქრეთ. მე უკვე მოვიფიქრე. მაქსიმალურად ვცდილობ. ამ საქმის შემოტრიალება ბევრი ხერხით შეიძლება. ყველაზე კარგ ვარიანტში შენ ცოცხალი დარჩები და მე თქვი რომ ციხის დაპყრობა გინდა ზედმეტი მსხვერპლის გარეშე. ეს კი ნიშნავს რომ მზად ხარ ხალხი გაწირო. იქ ჩემი ქალიშვილები არიან. შენ მათ გაწირავ. თუ გესმის რას ნიშნავს ქალიშვილის ყოლა. მაშინ როგორ შეგიძლია სხვისი შვილების გაწირვა? უბრალოდ ისინი ჩემები არ არიან. მზად ხარ? აიღე. ჩვენს დაბრუნებამდე ისინი აქ უსაფრთხოდ იქნებიან. წყლის გავლით მოსიარულეები ვერ გადმოვლენ. თუ წყალთან უსაფრთხოა, მაშინ აქ დავრჩეთ. ლილი, რატომ უნდა ვიბრძოლოთ? ნებისმიერი უსაფრთხო ადგილი ნამდვილად უსაფრთხო. უკვე დაკავებულია. მეგანზე იფიქრე. ფიქრობ. როგორი გახდება ასეთ სამყაროში? ის იცოცხლებს. რაიმეს აშენებ? სენდვიჩებს ხილის კარაქით.
წასვლის წინ არ გადამეხვევი? ხელები დასრილი მაქვს. ო. კარგი. მე კი დასვლა არ მინდა. აი, ახლა ტალახიანი ხარ. რა სამბობ? ასე უკეთესიცაა. კარგი იქნებოდა ახლა შვებულებაში წასვლა. უქმეებზე მაინც. ხო. მალე ჩვენი წლისთავია, არა? ნუ თუ. რამდენიმე დღეში. ყოფილ ხარ როდის მე ამიკალოლა ჩანჩქერზე? ყველაზე მაღალი ჩანჩქერია ჯორჯიაში. მამას ვყავდი ბავშვობაში იქ. როდესაც ყველაზე მაღალ ადგილას ვიდექით და დაბლა ვიყურებოდით. მეჩვენებოდა თითქოს დავფრინავდი. წავალ მიკროავტობუსს გავამზადებ. წყალს მოგიტან. თავადაც შევძლებ. ვიცი. მაგრამ მაინც მოგიტან. მალე დაუბრუნდები. ჩვენს დაბრუნებამდე ვერ მოიცადე? ტაირის დავდოდებოდი. მე ყველაფერს მოვაგვარებდი. ჰეი, მან ორი ჩვენიანი მოკლა. მისი ადგილი აქ არ არის. არაფერი დაემართება. მანქანაც აქვს, სურსათიც და იარაღიც. გადარჩენას შეძლებს. ისე ლაპარაკობ, რომ ამის თავადაც არ გჯერა. ეს მან გააკეთა. თქვა თქვენ გამო. ფიქრობს, რომ სწორი გამოსავალი იყო და არც კი ნანობს. ეს მასთან გავს და თან არა. ახლა რა მოუხერხოთ იმ ორ გოგონას? დავპირდი, რომ მათ ყურადღებას მივაქცევდით. ტაირისისთვის ჯერ არ მithქვამს. არ ვიცი, როგორი რეაქცია ექნება. ხო და გავიგოთ. ბობ. უნდა დაისვენო. ასეთი ღამის შემდეგ შენც. მოვასწრებ. მესამე ბლოკში თავისუფალ საკანს მოვძებნი, სანამ მეოთხეს გაწმენდენ. მინდოდა მადლობა გადამეხადა. ჰერშელი და შენ რომ არა, აქ არ ვიქნებოდი. ეს ჰერშელის დამსახურებაა და არა ჩემი. ჩემ გადარჩენაში დაეხმარე. გეყოფა. გაჩერდი. ეს შენ დაამატე წამალი წვეთოვანში და ახლა რამდენიმე წუთში მზის შუქს დავინახავ. ასე რომ ნება უნდა მომცე, მადლობა გადაგიხადო. საშა. ჯერ კიდევ სუსტად ხარ. ხო და დამეხმარე. ტაირის. აქ ხარ? რიკ, შენ ხარ? ეს უნდა ნახოთ. ახლა არა, შენთან სალაპარაკო გვაქვს. ეგ მოიცდის. წამოდით.
ამას შეხედეთ. ეს რა ვასუხებს ვეძებდი და ეს ვიპოვე და ეს იმან გააკეთა ვინც კარაინი და დევიდი მოკლა ღობესთან ვირთხები გახსოვთ ისინიც იმ დღეს გამოჩნდნენ ეს ვიღაც ფსიქოპატი იყო და ის უნდა ვიპოვოთ რიკ და არ მოვისმენებ სანამ არ ვიპოვით და ის არ ამგონია ეს მისი გაკეთებული იყოს ვინც კარენი მოკლა რატომ გავიქცეთ უკან რიკ ერთი აქეთ ჩამოდი უნდა დავილაპარაკოთ ეს ჩემი გადასაწყვეტი აღარ არის ახლა საბჭო გვყავს გადაწყვეტილებებს ის იღებს და ჰერშელი არის მისი წევრი და მიშონი ისიც საბჭოშია მე გადაწყვეტილებებს აღარ ვიღებ დღეს მაინც მოგიწევს რიკ ჩამოდი მოდი მაინც დავილაპარაკოთ ამას შევძლებთ გესმის ძალიან ბევრი არიან. ადმინისტრაციული შენობით გავიდეთ და ტყის მხარეს როგორც გვეგმავდით. უპირატესობა უკვე ჩვენ მხარეს აღარ არის. ავტობუსში რესურსები ბოლოს როდის შეამოწმეთ? სუპერმარკეტში წასვლამდე წინა დღეს. მაშინ ცოტა იყო რესურსები. ახლა უფრო ცოტაა. არა უშავს გადავიტანთ. თუ ყველაფერი გავარეს და ავტობუსისკენ გაიქეცით, დანარჩენსაც შეატყობინეთ და როდის გავიგებთ, როდის გავარესდება. რამდენ ხანს მოვიცადოთ? სადამდეც შევძლებთ. გაუშვი ისინი ახლავე მე აქ დავრჩები იმდენ ხანს ვისაუბრებთ რამდენიც გინდა მაგრამ ისინი გაუშვი ტანკი ყავს მზევლები არაფერში გჭირდება ჭირდება ამით უბრალოდ ძალის დემონსტრაციას ვახდენ თორემ ჩვენი ახალი სახლის დანგრევა არ მინდა შენ და შენს ხალხს მზის ჩასვლამდე გავხდრო თორემ ესენი მოკვდებიან აქამდე მისვლა რა საჭიროა მე მეტი ხალხი მყავს მეტი მანქანა ჩვენ გჭირდება ეს ციხე სულ ესაა წარსულს არ ვიხსენებ აწმყოზე ვფიქრობთ აქ ბავშვები არიან
მათი უმეტესობა ავადაა, გარეთ ვერ გადარჩებიან. მე ტანკი მყავს და წასვლის ნებას გაძლევთ. მეტი რაღაცა სალაპარაკო. კარგად ხარ? ხო. დაიჭირე. დედა, დამეხმარები 49-ში. დედა, დამეხმარე რა. ახლავე საყვარელო. დედა, ძალიან მძიმეა. გავიგე. ახლავე მოვალ. მაპატიე ძირფასო, რას ამბობდი? აღარაფერს უკვე ამოვწიე. მეგან! დედიკო! დედიკო! დედა! მეგან! შემეძლო ცეცხლი გამეხსნა და თქვენს გვიპასუხებდით და ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებდით. რატომ უნდა მივიდეთ აქამდე? ხომ გითხარი უკვე? არჩევანი თქვენზეა. ხმაური უფრო მეტ მოსიარულეს მოიზიდავს. რაც უფრო შეყომდებით, უფრო ძნელი იქნება აქედან გასვლა. რამე უნდა მოვიმოქმედოთ? მამა შენმა იცის რას აკეთებს? ისინი საუბრობენ, შეგვიძლია გუბერნატორი ახლავე მოვკლათ. 500 მეტრიდან? კარგი მიზანი მაქვს. შემიძლია ამას ბოლო ახლავე მოვუღო. ან უფრო გაართულებ მდგომარეობას.
მიენდე მას. წავედით. სად მიდიხართ? ავტობუსში. არა. გეგმა ასეთია. ავტობუსში უნდა ავიდეთ. ქერონმა გითხრა ძლიერები იყავითო. თავი დაიცავითო. მათ იარაღი აქვთ. ჩვენც უნდა ავიღოთ იარაღი. უნდა დავეხმაროთ. მზის ჩასვლამდე სადღაც 1 საათი დარჩა. გირჩევთ დაიწყოთ ნივთების შეგროვება. რაც უფრო წელავთ, უფრო გაგიჭირდებათ აქედან გასვლა. შეგვიძლია ყველამ ერთად ვიცხოვროთ. ადგილი ყველას გვეყოფა. დარჩება კიდეც. მაგრამ არ მგონია, რომ ჩემმა ახლობლებმა მშვიდად დაძინება შეძლონ, როცა ეცოდინებათ, რომ თქვენ ახლოს ხართ. შეგვიძლია სხვადასხვა ბლოკებში ვიცხოვროთ. მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შევხვდებით ერთმანეთს. ესეც კარგი ვარიანტია. დაშენეს იცი. შეიძლება. მაგრამ არ გამოვა. მით უმეტეს უდბერის. და ანდრეას შემდეგ. არც ვამბობ, რომ მარტივი იქნება. პირიქით, აქ დგომაზე და ომის გაჩაღებაზე რთული იქნება. მაგრამ მგონია, რომ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ არა, მაგრამ თქვენ გაქვთ. არ წავალთ. თუ შეეცდები გვაიძულოთ, თქვენს გიპასუხებთ. თავად თქვი. გასროლა უფრო მეტ მოსიარულეს მოიზიდავს და ისინი ღობეს დაანგრევენ. ღობის გარეშე ამ ადგილს ფასი არ აქვს. ან ციხეში ერთად ვიცხოვრებთ, ან არავინ იცხოვრებს. ღობეებს შევაკეთებთ. შენ მითხარი, ეს გჭირდება? ვინმე სჭირდება ეს? ჩვენით გჭირდება, რაც თქვენ გაქვთ, ეს არის და ეს. დროა აქედან დაახვიოთ. მასთან ომი უკვე მქონდა. შემდეგ კი მისი ძველი მეგობრები შევიფარეთ. ისინი ახლა ჩვენ ჯგუფში ლიდერები არიან. დაყარეთ იარაღი. დაყარეთ და ამ ჭიშკარში შემოდით. ჩვენიანები გახდებით. ყველაფერს დავივიწყებთ და არავინ მოკვდება. არც ერთი მათგანი, ვინც ახლა ცოცხალია. ვინც დღემდე გაძლო. გადარჩენისთვის საშინელ რაღაცებს ვაკეთებდით, მაგრამ ჯერ კიდევ არის დრო, რომ გონზე მოხვიდეთ. იმედი ჯერ კიდევ არსებობს. ეს შესაძლებელია. ვიცი, რომ ყველას შეუძლია შეიცვალოს. ოილია. არა!
მამა შენ იარაღი გამოიყენე ისროლე დროზე ეს სწორი არ არის ეს უნდა გავაკეთოთ მან იმ მოხუც თავი მოაჭრა უკვე გვიანია, აქ უნდა დავჩეთ, გაიგე? მე გამომყევი, თუ რამე მომივა გაიქეცი და უსაფრთხო ადგილას დაიმალე. გაიგე? იპოვი, გაიქეცი და უსაფრთხო ადგილას დაიმალე. იპოვი. მანქანებით შევდივართ პირდაპირ ღობის გავლით. იარაღი აიღეთ, შტურმით ვიღებთ. ყველა მოკალით. გასაგებია. შევუტიოთ. წინ ხვიები გამითავდა ავტობუსისკენ გაიქეცი და გიცავ მიდით გაიქეცით აქედან გაიქეცი სწრაფად, მე გლენი უნდა წამოვიყვანო. მეც გამოყვები. ხალხი ავტობუსში აიყვანე, დავბრუნდები. და თუ არ დაბრუნდი, ჩვენს გარეშე უნდა წახვიდეთ. შენს გარეშე არ წავა. ბეთ, ხალხი ავტობუსში ჩასვი, გაიგე? ეს შენი ვალია. გლენ! რა ხდება? სასწრაფოდ უნდა გავიქცეთ. ბეტი, შესაძლებელია წამოვიდა. საით? ვიპოვით, არაფერი მოუვა. რა? არა, მარტო არ გაგიშვები. წავალ და დავბრუნდები. მეგი.
მარჯვნივ ხუმბარა საშა ბეტი ხომ არ გინახავ? ავტობუსში არ არის? არა. ის არ გაინძრე. პერანგის ქვეშ ნახე, არის თუ არა ზურგზე ღია ჭრილობა? არის. კარგია, ესე იგი დამუშავებას შევძლებ. აქ არა. ადექი უნდა წავიდეთ. რამეს მოვიფიქრებ, წავედით. უნდა წავიდეთ აქედან. იქით უნდა წავიდეთ. კარლი სად არის? არ ვიცი. ბავშვების მოძებნა მინდოდა, რომ ავტობუსში ამეყვანა. უნდა წავიდეთ, ბეტ. უნდა წავიდეთ. კარლ ჯუდიტი სად არის? არ ვიცი. არა
არა. კარლ. უნდა წავიდეთ. ყველაფერი დასრულდა. უკან არ მიიხედო, კარლ. გზა გააგრძელე. მერვე სერიის დასასრული. გაგრძელებათ 13 თებერვალს, ხოლო დმუნდო სტუდიოს ჭიზე.